დღეს დავასრულებთ წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონის განმარტებას. ხუთშაბათის კანონის პირველი 6 გალობა ისე უბრუნდება უძველეს ისტორიას. კაინის პოროდ საქმეს მიმსგავსებულ კაცის კლას ლამექისაგან. ეგვიპტელი აგარისაგან ისმაილის შობას და პოროტების საპირისპიროდ იაკობის მიერ სადაღმართულ კიბეს და მელქისედეკს, როგორც სჯულიერად ცხოვრების მაგალითს. მესამე გალობაში კიდევ ერთხელ იკვეთება ურჯულო ცხოვრების შედეგი. სინანულისაკენ მოქცეული სულისათვის უკვე აღარ უნდა არსებობდეს ძველი ცოდვები და უკანყურება. ნუ იქმნები ძეგლ-მარილის სულ, უკუ ხედვითა მართლუკუნ. ზარი განხადენ შენ სახემან სოდომოლთამან. აქ ჩნდება სამარიტელი დედაკაცის სახეც. დავკარგე ყოველგვარი სახთო ნიჭი, ბიძი ან მყავ, ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივმეცა. დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთავნებადათა და მიწად გამოვაჩინე გონება. გამბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველიდან მიგზავა ღმერთმა და ვსძე მე შიშველი. აი, ცოდვილი სულის ძირითადი საკოდებელი. 4-ვე დღეს კანონს ჩაერთვის ერთი და იგივე კონტაკი. სულო ჩემო, აღზდეკ, რას აგძინავს, აღსასრული მოახლოებულას და გეგულვების აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმა, რომელი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს. ამ საგალობლის მიხედვით, კაცი საკუთარ სულს ვიძარებისა და ღვაწლისაკენ მოუწოდებს და მას აღსასრულს ახსენებს. ცხადია, აღსასრულში ჩვენ შეიძლება ვიგულისხმოთ, როგორც აღსასრული ქვეყანისა, რომელიც მაცხოვრის მეორე დიდებით მოსვლის შემდეგ დადგება. ასევე თითოეული კაცის ცხოვრების დასასრული, რომლის შემდეგაც მას პირად სამსჯავროზე უწევს წარდგომა. კანონის ბოლოს კი წმინდა ანდრია კრიტელის ტროპარი იგალობება. ამგვარად 4 საღამოს განმავლობაში 9 კანონი ისევ და ისევ მოგვითხრობს კაცობრიობის სულიერ ისტორიას, რომელიც ამავდროულად ჩვენი სულის ისტორიაცაა. თითოეული ადამიანის სული ერთადერთი და განუმეორებელი, ერთი და იმავე განსაცდელის გზას გადის, ერთი და იმავე არჩევანის წინაშე დგას, იმავე უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს რეალობას ხვდება. ცოდვის გაგება ბიბლიურ და ქრისტიანულ გარდამოცემაში ფლობს ისეთ სიღრმესა და სისავსეს, რომლის გაგებაც თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია. და ამიტომ ცოდვათა აღიარება უაღრესად განსხვავებულია თანამედროვე ქრისტიანული სინამდვილისაგან. ცოდვა ესაა ადამიანის usazღრო სულიერი სიმაღლიდან დაცემა. მისი მხრიდან უარის თქმა საკუთარ უმაღლეს მოწოდებას. თუმცა ამჟამინდელი სამყარო ღმერთს აშკარად არ უარყოფს. ის უმეტესად მაინც მატერიალურია და ამიტომ ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობიდან გამომდინარე განიხილავს. მასში ცოდვა განიხილება უმთავრესად როგორც ბუნებრივი სისუსტე. ამიტომაც ზოგჯერ თანამედროვე ადამიანი თავის ცოდვებს რომც აღიარებდეს, სინანულს არ განიცდის. ის ან ფორმალურად ჩამოთვლის ცოდვებსა და თავის მიერ დარღვეულ წესებს, ან ღვთისმსახურს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრება და რელიგიისგან ერთგვარ თერაპიას, კურნალობას ითხოვს. მეტად იშვიათია სინანული, რომელიც ადამიანის ცნობიერების სიღრმეებიდან მომდინარეობს. დიდი კანონის მნიშვნელობა და მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს წინაშე ცოდვა წარმოაჩინოს და სინანულამდე მიგვიყვანოს. კანონი ჩვენში ავლენს ცოდვას არა ჩამოთვლებითა და აღრიცხვით, არამედ ბიბლიური ისტორიის ღრმაჭრედით, რომელიც ჭეშმარიტად ცოდვის სინანულისა და მიტევების ისტორიაა. ამ ჭრედას სრულიად სხვა სულიერ კულტურასთან მივყავართ. ის გვიბიძგებს ადამიანის, მისი ცხოვრების, მისი მიზნის, მისი სულიერი მოტივაციის სრულიად განსხვავებული გაგება მივიღოთ. კანონი ჩვენში იმ სულიერ მსოფლ შეგრძნებას აღადგენს, რომლის სიღრმეშიც სინანული კვლავ შესაძლებელი ხდება. როდესაც გვესმის, მაგალითად, „ой, უბადრუგო სულო, რასა ემსგავსე პირველ საევას, რამე თუ მიხედე და იწყალ შენ წარედ და შეეხე ხესა და სჭამი ყოვლად წარმდებად ჭამადი მაღდინებელი“.
გვესმის, რომ პირველი მსხვერპლშეწირვის ისტორია, რომელიც ასე მოკლედ არის მოხსენიებული ბიბლიაში, განგვიცხადებს რაღაც უაღრესად ძირეულს პირადად ჩვენ ცხოვრებაში, თვით ადამიანში. ჩვენ გვესმის, რომ ცოდვა პირველ ყოვლისა ეს არის უარი ღვთისთვის ცხოვრებაზე. აქ ხვდებით, რომ ჩვენი სიყვარული ასწდა უზენაეს არსებას და ეს მიხვედრა საშუალებას გვაძლევს წარმოვთქვათ თანამედროვე ცხოვრების გამოცდილებისგან ესოდენ განშორებული სიტყვები, უდიდესი სიმართლით რომ ჟღერს. გონება მწარედ წყლუას, ხორცნი დახსნილ და განგაფულ, სნეულარს სული, მოუძლურებულ სიტყვა, წარწერილარს ცხოვრება და სიკვდილი კაცდაზედა. იმისათვის, რომ ნამდვილად მოვისმინოთ დიდი კანონი, რა თქმა უნდა, საჭიროა ცოდნა ბიბლიისა და ბიბლიური სახეების მნიშვნელობის გათავისების უნარი. ჩვენს დროში უმრავლესობა მათ მოსაწყენად მიიჩნევს და ცხოვრებასთან ვერ აკავშირებს. ჩვენ ხელახლა უნდა ვისწავლოთ, მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის ბიბლიაში განგვეცხადება. ამ ბიბლიურ სამყაროში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ამისათვის არ არსებობს უკეთესი საშუალება, ვიდრე საეკლესიო ღვთისმსახურება, რომელიც არა მარტო გადმოგცემს ბიბლიურ სწავლებას, არამედ ცხოვრების ბიბლიურ წესს განგვიცხადებს. აი რატომაა, რომ მარხვის გზა იწყება ამოსავალ წერტილთან, სამყაროს შექმნასთან, ცოდვით დაცემასთან, გამოსყიდვასთან დაბრუნებით. იმ სამყაროში დაბრუნებით, სადაც ყველაფერი ღვთის შესახებ გვეულყარაკება. ყველაფერი ღვთის დიდებას ირეკლავს. სადაც ყოველივე რაც ხდება, ყველა მოვლენა უშუალოდ ღმერთთანაა დაკავშირებული. სადაც ადამიანი თავისი ცხოვრების ჭეშმარიტ საზომს პოულობს და შეუდგება სინანულის გზას.